ერთმა დაგლოცოთ, ერთმა დაგიფაროთ, ერთმა მშვიდობა არ მოაკლოს ჩვენს დედა ეკლესიას, ჩვენს ქვეყანას, მთელ საქრისტიანოს და მთელ მსოფლიოს. და ყოველი ადამიანი თავისი ცხოვრებით თვითონ არის პასუხისმგებელი საკუთარ ფიქრზე, საკუთარ სიტყვაზე და საკუთარ საქმეზე. დღეს გარდა იმ ჩამოთვლილი წმინდანებისა, ვის ჩვენ ვახსენეთ, ეს არის ხსენება საშინელი სამსჯავროს, გამორჩეული დღისა, რომელიც იქნება ფაქტობრივად მთავარი დღე, შეიძლება ასე ითქვას, შექმნილი სამყაროს ისტორიაში. ერთ-ერთი უმთავრესი დღე, რადგანაც ამ დღეს აიწონება საბოლოოდ ამ ქმნილი სამყაროს ცოდვა მადლი, ამ დღეს დაერქმევა ყველაფერს, როგორც უფალმა აღვიქვა, თავისი საბოლოო სახელი, არა უკვე დროებითი, არამედ საბოლოო სახელი, ყველას მიეჩინება თავისი ადგილი და იქნება ახალიცა და ახალი მიწა. ანუ ეს დღე არის საზომი ყოველი ჩვენგანის ცხოვრებისა და საერთოდ ყველაფრის. და სამსჯავრო თავისთავად და თან საშინელი ძველ ქართულში ბევრ რამეს ნიშნავს. აი ანჩისხაძეც ვამბობ საშინელი განკაცება ხო პირისა და ასე ბევრ რამეზე ვამბობ საშინელი. ანუ ეს არ არის მხოლოდ შემზარავი, როგორც ახალ ქართულში სინონიმად შეიძლება ვიხმაროთ. ეს ნიშნავს დიდებულსაც, რა თქმა უნდა, შესაშინებელსაც, ანუ განსაკუთრებით ყურადღება მისაქცევს. ახლოვდება მარხვა, დიდი მარხვა, დედა მარხვა ახლოვდება. თანდათანობით ემჩნევა უკვე ყველაფერს, აი დიდ მარხვის სურნელი ტრიალებს უკვე თითოეული მრევლის დღის განრიგში, ღვთისმსახურებაში. უკვე მესამე კვირაა ჩვენ დავიწყეთ სხვანაირი სახელების დარქმევა კვირა დღეებისთვის, ხო, მეზვერისა და ფარისევლის კვირა, უძღებიძის კვირა, ბრმის კვირა და ასე შემდეგ. საშინელი სამსჯავროს კვირა, მომდევნო კვირა გვექნება უკვე 60-დან ადამის გამოდევნის კვირა და ხვალის სწორიდან, უკვე იქით აუშაბათიდან დაიწყება უშუალოდ დიდი მარხვაც. ამ კვირაშიც უკვე სახურებებსაც ეთყობა ეს ყველაფერი, მაგალითად ოთხშაბათს და პარასკევს წირვა აღარ აღესრულებთ. და რეალურად იმაზე მეტი მოკლება, ასე ვთქვათ, რა შეიძლება ქრისტიანი მოაკლდეს, ვიდრე ესაა წირვა. და უკვე თითქოს წირვაც დაწურულია, რაღაცნაირად შემცირებულია. ლიტურგიაც უკვე დიდ მარხვის ელფერს იძენს, საღამოობით იგალობება სახარების შემდეგ ფსალმუნი, საგალობელი ფსალმუნი არის, რომელიც სწორედ სინანულის საგალობელია და რომელიც ასევე მეოთხე კვირაა იგალობება, მესამე კვირაა ის იგალობება. და აი ვემზადებით ჩვენ თანდათანობით საკვების მხრივაც დღეით მთავრდება ხორცის მიღების პერიოდი და მომდევნო კვირის განმავლობაში ოთხშაბათისა და პარასკევის ჩათვლით ხორცის გარდა ყველაფრით ხსნილია, მათ შორის რძის ნაწარმით, კვერცხით, თევზით. ანუ თანდათანობით ვაბიჯებთ მარხვაში. ჩვენი პირის გემო რო ვთქვათ ახლა ქართველებისა კიდე ხორც თუ არ იწვევა, ისედაც უმარხვა. ხო და ამიტომაც აი გავითვალისწინოთ, როგორ გვამზადებს უფალი ასე თანდათანობით იმ დიდი გზისთვის, რომელიც თავიდანვე განათებულია აი თითქოს და შორეული შუქურა, რომ წდება შუა ზღვაში მყოფს აღდგომის ნათლით და აღდგომის სიხარულით. მთელ ამ სიბნელეს არც არის ჯერ ერთი სიბნელე ყოველი დღე სიხარულია ქრისტიანისთვის, მაგრამ მთელ ამ პერიოდს, ამ მარხვის, ამ გლოვის, თვითჩაღრმავების პერიოდს ყოველი ჩვენგანი გავდივართ აი იმ შუქით, რომელსაც წინასწარ იქიდან აქეთ გვაშუქებს თითქოს და აღდგომა. და აღდგომის სიხარული ეს არის განსაკუთრებული რამ. აღდგომის სინათლე ეს არის განსაკუთრებული რამ. აღდგომა არც ერთი დღესასწაულის რიგში არ შედის. იგი არ შედის არც 12 დღესასწაულში, არაფერში არ შედის. აღდგომა არის ცალკე. პირიქით, აღდგომაა ყველაფრის საზომი. დღესასწაულები ანგარიშება აღდგომის მიხედვით. როდის რომელი უნდა აღინიშნოს მოძრავი დღესასწაული. წლის მთელი წლის საკითხავები ანგარიშება აღდგომის მიხედვით. აღდგომიდან მერამდენე კვირა, ის სახარება, ის 60 კულო იკითხება. ამიტომ
ჩვენც თუ გვინდა რა თქმა უნდა რომ მონაწილენი ვიყოთ იმისა, რისკენაც ჩვენი დედა ეკლესია მოგვიწოდებს, აი ეს სამზადისი არ უნდა გამოგვჩეს და გულგარეთ არ უნდა დავტოვოთ. არც მხოლოდ ფიზიკურს მივაქციოთ ყურადღება და არც მხოლოდ რაღაცა თითქოს და ძალიან სულიერის გამოდევნებით პრაქტიკული არ დავივიწყოთ. რა შეიძლება ვთქვათ ახლა ამ დიდი და მნიშვნელოვანი დღის შესახებ? რას ნიშნავს ეს საშინელი სამსჯავრო? ჯერ ერთი დღეს იქნა აგერ წაკითხული საგულისხმო ძალიან სახარება და ძალიან საგულისხმო სამოციქული. ერთგან უფალი ბრძანებს საოცარ და სანუკვარ სიტყვებს, რომ მოვა ის დღე, როდესაც გააყოფს მწყემსი და ერთ მხარეს დააყენებს ცხვრებს, ერთ მხარეს დააყენებს თიკნებს, თხებს. თხა არის ის სიმბოლო, თხა არის გაუგონრობის სიმბოლო, ოღრო-ჩოღრო სიარულის სიმბოლო. ცხვარი თვინიერებისა და სიმშვიდის სიმბოლო. სიმბოლოა თორე თხაც ღმერთის გაჩენილია, თანა თხას ვინმე ემტერება. უბრალოდ ხასიათიდან გამომდინარეა ეს ყველაფერი. არც ერთი ცხოველი ახლა მაგალითად რო ვამბობთ ვიღაცაზე გამგელებულია ვიტყვით, ხო არ ვიტყვით, გაციყვებულია, რაღაცა გაკაჭკაჭებულია. რაღაცა თვისებას ვიღებთ, რაც სახასიათოა უფრო რაღაცისთვის, ცხოველისთვის თუ ჩვენთვის ნაცნობი გარემოსთვის და იმას უსადაგებთ ხოლმე რამეს. რა ხდება ესე იგი? დგება მომენტი, როდესაც უფალი იტყვის, რომ დამთავრდა ამ სამყაროს არსებობა იმ ფორმით, როგორითაც იგი იყო. ეს დღე იქნება მოულოდნელი. უფალი მრავალგზის ბრძანებს ამას. ეს დღე თან ახლოსაა, თან არავინ იცის. რანაირად არის, რომ თან ახლოსაა, თან აგერ 2000 წელიც გავიდა. მოციქულთა პირველივე თაობა ელოდა, რომ მათ სიცოცხლეშივე მოხდებოდა ქრისტეს ხელახლა მეორედ მოსვლა, რომელსაც უკავშირდება მკვდართა საყოველთაო აღდგომა და განკითხვა მერე საყოველთაო ასება. ახლოს ნიშნავს იმას, რომ თითოეულ ჩვენგანი ვიბადებით ერთხელ. ორჯერ არავინ არ დავიბადებით. ძალიან ძვირფასია ჩვენი სიცოცხლე. და ამიტომ ყოველი ჩვენგანისთვის ფაქტობრივად, როდესაც გავალთ ამ ქვეყნიდან, დგება გარკვეული აზრით უკვე მეორედ მოსვლა. რადგან პირადად ჩვენი თავის მდგომარეობაში ვერც ერთი ჩვენგანი გარდაცვლილი ვეღარაფერს ვეღარ შეცვლის. ფსალმუნებშიც, ბიბლიაშიც, სხვა წერილებშიც, საგალობლებში ბევრჯერ არის გამეორებული დაახლოებით ისეთი აზრი, რომელიც ერთ ფრაზაში შეიძლება ჩავატიოთ, ჯოჯოხეთ შინავინ აგიაროს შენ უფალო. ამასაც ხშირად ვისმენთ ხოლმე ფსალმუნის სიტყვებს. ანუ იმ ქვეყნად წასული რით განსხვავდება ცოცხალი ადამიანი გარდაცვლილისგან? ჩვენ კი ვამბობთ, რომ ზოგი ადამიანი ცოცხალია ერთი 100 წელი და მიდის, მოდის საქმეებს აკეთებს, მაგრამ მკვდარია, ზეზეულან მკვდარია. და როგორ შეიძლება რომელიმე ჩვენგანმა თქვას, რომ აგერ წმინდა ნიკოლოზი, წმინდა გიორგი, წმინდა ბარბარე, დედა ღვთისმშობელი მკვდრები არის. და ჩვენ ვიყოთ მაგისთან ამკვდრები. ხო? ამიტომაც აქ რა არის განსხვავება, მაგრამ რა სხვაობაა სიცოცხლესა და გარდაცვალებას შორის? ეს არის დაშლა უკვე არსების, გაყოფა. ამ გაყოფას საფუძველი დაედო 64-შივე, როცა ადამიანმა ცოდვა ჩაიდინა. რადგან ცოდვა არის უკვე სიკვდილი. ცოდვა არის უკვე გახლეჩა ადამიანის. ცოდვა არის ბუნების საწინააღმდეგო რამე. აი ქრისტე ღმერთი ამბობს, მე ვარ გზა, მე ვარ ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ეს არის სახარების სიტყვები. იოანეს სახარებაში წერია ასე. ვინმეს სხვას ოდესმე უთქვამს ან შეუძლია თქვას, რომ მე ვარ გზა? არა. ანუ სინამდვილეში ჩვენ რო ვიძახით, რომ აი ორი გზა არსებობს, სამი გზა არსებობს, არ არსებობს. არსებობს მხოლოდ ერთი გზა. ერთი ჭეშმარიტი გზა არსებობს. და თუ ჩვენ ვლაპარაკობთ სხვა გზებზე,
ეს არის ისე, როგორც იობის წიგნში წერია, რომ მრავალი გზა არისო, მაგრამ ეს გზებიო არ მიდიანო სიცოცხლისკენო და სიკვდილის გზებია. შესაბამისად, იმის ცნობილი ნათქვამისა არ იყოს, რა გვინდა გზა, თუ იგი ტაძრამდე არ მოგიყვანს, შესაბამისად, გზის შინაარსი არის და თვითონ ეს გზა არის ქრისტე. და თუ რაღაცა ჩვენ გზას ვარქმევთ, ჩვენ მხოლოდ ვიგონებთ რაღაცას, რითაც ეს თავარი, სწორი, ერთადერთი, განუმეორებელი, ღვთისგან დადგენილი გზა უნდა შევავიწყოთ. გინახავთ თქვენ ალბათ ხატებიც 90-იან წლებში, როცა ხატების დიდი დეფიციტი იყო და 1000-ნაირი რეპროდუქცია და ასე შემდეგ ვრცელდებოდა ხოლმე, ძალიან ბევრ ტაძარში და ბევრ ოჯახში მინახავს ხოლმე ყვითელ ფონზე დაბეჭდილი სამსჯავრო სცენა არ იყო, მაგრამ რაღაცა იმ მსგავსი სცენა იყო, ესეც საშუალო ზომის რეპროდუქცია იყო ხოლმე, რომ ორი გზა იყო, ერთი ვიწრობჭე, ერთი განიერი. და ერთგან ბევრი ხალხი შედიოდა, იქ თაღი იყო ესეთი დახატული და ზედ გიტარიანი ეშმაკი ეხატა ხოლმე და მეორე ვიწრო გზა იყო, რომელზეც ჯვარაკიდებული ხალხი მიდიოდა სათითაოდ. უფალი რო ამბობს, რომ გზა ჩემი ვიწროა, ვიწრო იმიტომ კი არ არის, რომ თავიდანვე ღმერთმა შეგვივიწროვა, იმიტომ რომ ჩვენ ვავიწროვებთ ჩვენი მოგონილი სხვადასხვა გზებით. ჩვენ ვავიწროვებთ რაღაცა ისეთი საქმეებით, რომელიც იმ გზის ადგილის დაკავებას ცდილობს. აი ერთი ჩაურთავ ამას თითქოს პირდაპირ არ ეხება ამ ყველაფერს, მაგრამ ერთი ძველი ისტორია აღარ მახსოვს სად აღწერილი, რომ ერთ ახალგაზრდა ჭაბუკს გამოეცხადა ანგელოზი უფლისაგან და უთხრა, რომ შენი სახლის წინ დიდი ლოდი აგდია რაღაცა და ყოველ დღე მიდი და ამ ლოდს მიაწექი. მიაწექი ამ ლოდს, რა ძალი და ღონე გექნება. და ეს ბიჭი პატიოსნად მიიღებს ამ კურთხევას და ყოველ დღე გამოდის და ამ ლოდს აწვება. ეჭიდავება ხანაკედან, ხანიკიდან და წლები გავიდა ასე, რომ არ გამოუტოვებია ეს პასუხისმგებლობა. და ერთ დღესაც ეშმაკს რა თქმა უნდა შური აქვს ყველა მოწესრიგებული ადამიანისა და დაეწყო შინაგანი ბრძოლები. კი გამოდის და ყოველ დღე ისე ვაკეთებს ამ რაღაცას, რაც ანგელოზმა დაავალა, მაგრამ უკვე ძალიან ფორიაკი აქვს სულში. რატო ვაკეთებ ამას? რა აზრი აქვს ამას რო ვაკეთებ? რაში მჭირდება ამას რო ვაკეთებ? ან ღმერთს რაში ჭირდება მე რო ამ ლოდს ვაწვევი სიზიფესავით? ან რა არის ეს? ნეტა თუ მართლა ღმერთმა მითხრა, ეშმაკმა ხო არ მომატყუა? მე ხო არ გაიდა და აირია კაცი მოკლედ. და ღმერთი ხო არავის არ დატოვებს განსასწრებში, უბრალოდ ელოდება, სანამ ადამიანს თვითონ შეუძლია ეს წინააღმდეგობის გაწევა, იმიტომ რომ ჩვენი უნდა გავაკეთოთ, ისე არ გამოვა. მოციქულებსაც ის რო შეეშინდა ვიხჩობითო ნავი იძირებაო, მხოლოდ ბოლოში დაამშვიდა უფალმა ზღვა, იმიტომ რომ მანამდე დააცადა, რომ გამოევლინათ მათ თავიანთი რწმენა და მერე უთხრა, რომ რატო შეშინდით მცირედ მორწმუნენო. იმიტომ რომ ღმერთი ჩვენს გველოდება, რომ ჩვენ გამოვაჩინოთ, საითკენ ვართ, როგორა ვართ, მას მივმართავთ, სხვას მივმართავთ, მარტო ჩვენ თავზე ვართ მინდობილი თუ ერთობაში ვართ თუ როგორ. და გამოეცხადა ხელახლა ანგელოზი ამ ჭაბუკს და ეუბნება, რომ რატო დარდობო ადამიანო იმაზე, რაც ღმერთ ჩვენთვის არ დაუვალებია. შენ ხო ღმერთმა არ გითხრაო, რომ ეგლოდი გადააგორე. შენ ღმერთმა გითხრა, მაგლოდს მიაწექი. მიაწექ სხვა არის, გადააგორე სხვა არის. ეს დარდობს, რომ 1 მეტრითაც ვერ გავაჩოჩე და ნეტა რა მინდა და შენ გითხრაო, რომ მიაწექი. არ უთქვია ღმერთს ეგლოდი აქედან აიღე და იქ მიიტანე. გითხრა მიაწექი. შეხედეო შენ თავს. ამანამ ყოველდღიური ვარჯიშით, ყოველდღიური ჭიდაობით იმხელა ჯანი შეიძინა, ესე იგი ყველაზე ღონიერი კაცია თავის სოფელში. რაში ჭირდება ახლა ეს ლოდი, აქეთ ეგდება თუ სოფლის ამ ბოლოში ეგდება თუ სოფლის იმ ბოლოში ეგდება, რა დიდი მნიშვნელობა მაგასა. არანაირი. მაგრამ კაცმა დაიწყო დარდი იმაზე, რაც ღმერთისთვის არ დაუვალებია. როგორც პატრიარქს აქვს რამდენიმე ეპისტოლეში ნათქვამი, რომ ხომ ძიმიაო ჯვარი, რომელსაც ზოგადად ძიმია ხო ჯვარი, რომელსაც ღმერთი აძლევს ადამიანს და ატარებს ადამიანი მას ცხოვრების გზაზე, მაგრამ საშინელიაო ჯვარი, რომელსაც ადამიანი თვითონ იღებს ხოლმე ზურგზე.
იმიტომ რომ ჩვენ იმას უნდა ვცდილობდეთ ვაკეთებდეთ, რაც მართლა ღვთისმსადიდებელია და რაც მართლა ჩვენთვისაც სარგო იქნება. რომ ღმერთი როგორც მამა არასოდეს არ დაგვავალებს ჩვენ, არასოდეს არ დაგვიყენებს რაღაცა ისეთ სიტუაციას ცხოვრებაში, რომელიც ჩვენთვის სარგო არ იქნება. თუნდაც განსაცდელი იყოს ის, ან გამოსაფხიზლებელი იქნება, ან სხვანაირად დასანახი იქნება, ან მოწყალებაში აღსაძვრელი იქნება, ან რწმენაში განსამტკიცებელი, ან რავი, ან ვიღაცის დასახმარებელი არ არსებობს უბრალოდ. ეს იმედი არასოდეს არ წაგვეშალოს არავის. თუ რამე ხდება, შეიძლება ის ერთი შეხედვით ძალიან ცუდი იყოს, მაგრამ იმაში აუცილებლად რაღაცა აზრი იდება, რითაც ჩვენ რომელიც ჩვენ უნდა ამოვხსნათ იმედიანად, ღმერთის რწმენით და ცნების დაუყრებლად, სიკეთის დაუვიწყებლად გადავლახოთ ყველანაირი განსაცდელი და პრობლემა და პირიქით გავძლიერდეთ ერთობაში, გავძლიერდეთ სიყვარულში და გვეამაყებოდეს, რომ რაღაცა დროს ერთმანეთს მხარში ამოუდეკით და ისე გადავლახეთ ყველაფერი, თორე აბა, ისე რა გამოვა. ამიტომ ესე იგი გავიგეთ ის, რომ არ უნდა ვეპოტინებოდეთ იმას, რაც უფალს ჩვენთვის არ დაუვალებია. გავიგეთ ის, რომ გზა არის მხოლოდ ერთი. სხვა გზა არ არსებობს. უბრალოდ ჩვენ ამ გზას ვავიწროვებთ. როგორც შეიძლება ვინახავს ხო ქალაქში რომ რაღაცა გზა არის და ეს გზა არის დავიწროვებული, მე ვიღაცა თხრის, ვიღაცას რაღაც მანქანა ცუდად უყენია. ვიღაცას გადაკეტილი აქვს და რაღაცა ესეთი ხდება. ანუ გზა ვიწროვდება. თორე ის გზა მაინც ერთი გზა არის, სხვა გზა არ არსებობს. ჭეშმარიტი გზა არის მხოლოდ ქრისტე. თან ქრისტიანობაც ესეა. ქრისტიანობა არ არის მისამართი. აი აქ მივალ თქვა შავთელი შვიდში და დავამთავრე. ანჩის ხატია ჩვენი მისამართი. ან მივალ სხვა რომელიღაცა მისამართზე და იქ დავასრულებ. არა, ეს არის გზა. მადლობა ღმერთს, რომ ეს გზა არის უსასრულო. საა ნიშანი იმისა, რომ ღმერთს ყოველთვის უნდა რომ უფრო და უფრო ახლოს ვიყოთ მასთან. თუმცა ეს ანალოგიურად გულისხმობს იმას, რომ ჩვენ შეგვიძლია უფრო და უფრო შორსაც ვიყოთ მისგან, ღმერთმა ყველა დაგვიფაროს. და ეს აშინელი სამსჯავრო ზუსტად ამას გულისხმობს, როდესაც მოხდება გაყოფა და გამიჯვნა ყველაფრის. ზოგიერთი მამა ამბობს, რომ სტიქიონებიც გაიყოფებაო, სტიქიების თვისებებიო, მაგალითად ცეცხლი რამდენიმე თვისებას ატარებს, ხო წვავს, ანათებს, ათბობს. დაწვის თვისებაო, ხოლო ჯოჯოხეთში მყოფებისთვის დარჩებაო, ხოლო განათება და გათბობაო 60-ში მყოფებისთვის. ანუ ისე დაწვავსო ჯოჯოხეთში მყოფებსო ეს სტიქია, რომ არ გაანათებს, უბრალოდ მარტო წვა ექნება. არ გაათბობს. მარტო დაწვავს. და ასე შემდეგ, ღმერთმა ყველა დაიფაროს, რა თქმა უნდა და არ დაგვავიწყდეს ჩვენ სილვანა თონელისი წინვალე შეგონება, რომ თუნდაც ერთი კაცის წარწმენდა რომ გინდოდეს და გიხაროდესო ვერ ჩვენ ვერ გადარჩები. ამიტომაც არასოდეს არ გქონდეს ის განწყობა, იმ უძღები ძესავით არ იყოს და სხვებივით არ იყოს, რომ ვიღაცას რა უნდა ეკლესიაში და ეგ როგორ უნდა გადარჩეს, არაა ჩვენი საქმე. ერთი წუთი წარმოვიდგინოთ, ვიღაცა სამუდამოდ რო სატანჯველშია. გული არ დაგეთუთხება, არ დაგესერება, კაცო. მერე რა რო ეშლება, რამდენ ვინმეს ეშლება, რამდენი გაიხედავდა, გამოიხედავდა საკუთარ თავს. სარკეში შეხედავ, რამდენ შეცდომას იპოვ. ჩვენ შეცდომებს ვდიოთ? არა, შეცდომებსაც უნდა ვდიოთ რაღაცა დოზით. მაგრამ ეს არ უნდა ვაქციოთ ჩვენი ცხოვრების აზრად. ჩვენ მზეს უნდა უყუროთ, ჩვენ მართალ გზას უნდა უყუროთ, იმ ერთადერთ გზას, თორე იმ ერთადერთ გზას ვავიწროვებთ, მერე ჩვენ იმ არასაჭირო მეათეხარისხოვანი რაღაცეები. საშინელ სამსჯავროზე ყველას მოუწევს პასუხისგაცემა იმაზე, რაც მას უკეთებია. აი ცხოვრება რომ გადაგიხვიონ და სადაც დაგიპაუზებენ, იმაზე უნდა გასცე პასუხი. ეს რაღაცა რატო გააკეთე? ეს რაღაცა რატო თქვი? ან რაღაცა რატო არ გააკეთე? აი პავლე მოციქულის ეპისტოლე, რომელიც დღეს წავიკითხეთ, ამ ხრივად ძალიან საგულისხმოა. როგორ იცავს იგი საკუთარ ღირსებას. პავლე, რომელსაც არასოდეს არავინ არ შეუწუხებია. პავლე, რომელიც აი წარმოიდგინე რა ვართ ეს ქრისტიანები ზოგადად, ადამიანები, ქრისტიანები ყველა. პავლე, რომელიც საოცრება ხომ სოფლიო ისტორია. პავლე არის ქრისტიანობის სახის მიმცემი. პავლე, რომელმაც 4-ჯერ მოიარა სოფლიო არაბეთიდან ესპანეთამდე, ფეხით, გემით. პავლე, რომელიც 200-ჯერ, 199-ჯერ
ცემეს, სამჯერ ქვით ჩაქოლეს, რამდენჯერმე გემი ჩაეძირა მოგზაურობისას. საოცარი ადამიანი, ივანე ოქროპირი ბრძანებს, ასე საუბრისას, რომ ეს არის ის ერთადერთი იდეალური ქრისტიანიო, რომლის მსგავსიც მეორედ მოსვლამდე აღარ იქნება. თავი მოციქულთა, კორიფე, როგორც მას ეწოდება ბერძნული, საოცარი მოღვაწე. და ამ დროს თვითონ პავლე მოციქული რამდენს დარდობდა თითოეულ ადამიანს. არავის არ აწუხებდა, თვითონ შრომობდა. მაშინაც წარმოიდგინეთ, ვიღაცეებსო დამხმარეები დაყვებიანო, პავლეს ამდენი საქმე ჰქონდა, ეკადაგა, ხანდაპატიმრებული იყო, ხან ეს იყო და თავისი ძველი ხელობა რაც იყო, ტყავის ოსტატი იყო და კარვებს კერავდა, რაღაცეებს კერავდა და თავს იმით ირჩენდა, რომ ამითიც არავის არ გაუხადო სალაპარაკო, რომ პავლე იმიტომ ჩადის რომელიმე ქალაქში, იმიტომ ახლობლობს ვინმესთან, რომ იქიდან ხეირი უნდა და არა მხოლოდ და მხოლოდ ქრისტეს სიტყვის გავრცელება. რა ადამიანი იყო პავლე, მაგრამ პავლე კი იყო ასეთი, მაგრამ სხვები რომ არ იხმარებოდნენ იმაში, რომ ოღონდ პავლე მიქადაგოს და ოღონდ პავლე მეტი დაწეროს და ამ დროს იმ საქმეს არ უმსუბუქებდნენ. როგორები იყვნენ ისინი? ღმერთმა ყველას წყალობა მიცეს, მაგრამ გვერდში მდგომი წყავდა, რა თქმა უნდა, მას ვიღაც. და დღეს რაც წავიკითხეთ პავლე მოციქულის ეპისტოლე კორინთელთა მიმართ, მეგონი მესამე თავი იყო, არ შემეშალოს. ჯერ ერთი რას ამბობს ძალიან მნიშვნელობას, რომ ნურავის თუ განიკითხოთ. საჭმელს ჩვენ შევჭამთ თუ არ შევჭამთ, ამითი ჩვენ არაფერი მოგვემატება და არაფერი დაგვაკლდება. ანუ ჩვენი პიროვნება ამითი არ შეიცვლება. პირველი ეს არის, რომ საჭმელი არ არის ჩვენი საზომი. და მერე როგორ იცავს იგი თავს, აი დღევანდელი საკითხავის ბოლოს. იმიტომ რომ პავლეს დაუპირისპირდნენ იგივე კორინთოში და ბევრგან, რომ ეგ ქრისტეს დროს არ იყო მოწაფე, ეგ როგორ არის მოციქული. და პავლე ამბობს, რომ ამ ყველაფერსო იმიტომ არსად თავი არ შეუქია, არსად თავი არ აუმაღლებია. პირიქით მიდიოდა, მსახურობდა, შრომობდა, ეს საოცარი სიმამაცის კაცი, მაგრამ აქ, როდესაც მისი დამცირებით ქრისტეს სიტყვის ქადაგება და ეკლესიის საქმე დამცირდებოდა, როგორ მკაცრად დაიცვა თავი. რომ თუ ვინმე მოციქულიაო, მეც მოციქული ვარ. ამის დასტურიო თქვენ ხართ, აბა სად მიგიყვანეთო, სხვაგან მიგიყვანეთ, სადაც მოციქულობ, ბეჭედი ხართო ჩემი მოციქულობისა. თუ ვინმე ქრისტე იხილაო, მეც ვიხილეო, აღდგომილი იხილა, მან დამასკოს გზაზე პირადად გამოეცხადა მას უფალ. თუ ვინმე რამე უკეთებიო, მეც მიკეთებიო. ანუ ეს თავის დაცვა და ეს დასაბუთება ყველაფრისა მას რისთვის დასჭირდა? დასჭირდა იმისათვის, რომ არ დამცირებულიყო ეკლესია, არ დამცირებულიყო ქრისტეს ნათლის გავრცელება მთელ დედამიწაზე. და ხელი არ შეშლოდა, იმიტომ რომ ამ შემთხვევაში პავლეს დამცირება ამას უდრიდა. პავლეს დაარსებული ეკლესიები ვიღაცას უნდა ჩაეგდო ხელში. მისი დაფუძნებული სამწყსო ვიღაცას უნდა წაეყვანა სხვა მხარეზე და არა ქრისტეს მხარეზე. და ამიტომ გაიმკაცრა ასე ხმა მოციქული. ანუ მას ზუსტად ეს ჰქონდა, მას წინასწარ კი არ უთქვამს რაღაცა, მაგრამ როცა დადგა საჭიროება, მას ყველაფერზე ჰქონდა პასუხი. ანალოგიურად ჩვენ სამსჯავროზე როცა წარდგებით, დასაწყისში რასაც ვამბობდი, რითი განსხვავდება ცოცხალი გარდაცვლილის ამითი. სანამ ცოცხლები ვართ, ავად თუ კარგად, ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია რაღაცა წაღმა წავიყვანოთ, რაღაცა უკუღ. როცა ადამიანი გარდაიცვლება, გარდაცვალება არის ისედაც ცოდვისგან, რომ შინაგანად გაყოფილები ვართ, ეჭვებში ვართ, შიშებში ვართ, ათას რაღაცაში ვართ. აი ამ ყველაფრის უკიდურესი გამოვლინება, როცა მთელი არსება საბოლოოდ იყოფა. იმიტომ რომ ადამიანი არც მარტო სულია და არც მარტო ხორცი და ცალკე მიდის სული და ცალკე რჩება ხორცი, რომელსაც ადამიანები მივაბარებთ ხოლმე მიწას, როგორც წესი და ვიდრე საყოველთაო აღდგომამდე აღარ დაშლილი მანქანა ხო ვერ იმოძრავებს. ვეღარ დადის, ვეღარ წინ, ვეღარც უკან. აი ესევია, დაიშალა ადამიანი და იგი ვერაფერს ვეღარ შეიმატებს, ვერაფერს ვეღარ მოიკრიბებს. ამიტომ თვითონ ადამიანი გარდაცვალების მომენტში ფაქტობრივად რა მდგომარეობაშიც არის, მისთვის არაფერი შეიცვლება მეორედ მოსვლამდე. ის
100 წლის მერე იქნება, ხვალ იქნება თუ 1000 წლის მერე იქნება. და ერთადერთი რაც მას შეეწევა, ეს არის უფლისგან მოცემული უფლება, რომ ჩვენ ვილოცოთ, ეკლესია მილოცოს, იმსახუროთ, მათ სახელზე სიკეთე ვაკეთოთ და უფლისკაც მოყარებამ ისინი შეიწყალოს და ჩაწეროს ცოცხალთა წიგნში. ანუ ეს დიდი უფლება გვაქვს ჩვენ ძალიან მოცემული და გარდაცვლილებზე ზრუნვა ეს არის უმნიშვნელოვანესი პასუხისმგებლობა. გუშინ იყო ზუსტად გარდაცვლილების ხსენება, ხსენების დღე, მომდევნო 3 ხსენების დღე იქნება უკვე დიდმარხვის მეორე, მესამე და მეოთხე შაბათს, ზედიზედ მიწყობილად და ღმერთმა მოიხსენოს ჩვენი გარდაცვლილები ყველა. დღეს იხსენიებიან მაგალითად თბილისის დაცვისათვის დაღუპული იუნკერები. ღმერთმა ვინც მოყვასისთვის დადებს თავს, იგი რა თქმა უნდა განსაკუთრებულ პატივში, როგორც უფალი გვასწავლის სახარებაში და ღმერთმა მარადილ სიხარულსა და ზეებში დააწესოს ყველა მოყვასისთვის, სიწმინდისთვის, სამშობლოსათვის თავდადებული. დღეს მოხსენიებული აი ამ ადამიანების თავკურთხევით. ვინც იცავდა ჩვენს ქვეყანას და ვინც იცავდა ჩვენი ხალხის თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. იცავდა მაშინ ისე, როგორც მაშინ იყო საჭირო. დაცვა შეიძლება ხან იარაღით იყოს საჭირო, ხან სიტყვით, ხან სიჩუმით, ხან ძალიან ბევრნაირად. თავარია რომ სწორად მოვიქცეთ. და ერთმანეთი ყოველთვის ვიყვარდეს და იმდენი შევძლოთ, რომ ერთმანეთის ნდობა არასოდეს არ გავაცვლითოთ. უშეცდომო არავინ არ არის, მაგრამ თუ რამე გვაერთიანებს, ეს არის ქრისტე. და აი ამ გზას არ უღალატოთ. ჩვენ თუ ამ გზაზე ვართ, ვიღაცა წინაა, ვიღაცა უკანაა, მაგრამ იმ გზაზე უნდა მივდიოდეთ. იმ გზის ნაწილი უნდა ვიყოთ, რომელიც ჩვენ შვიდობით გაგვატარებს სამსჯავროსაც და ყველაფერსაც. თორე ჩვენით იმას კი ვერ გადავლახავთ. მოციქულებს შეეშინდათ უფალმა რო აჩვენა აღუწერა რა არის სამსჯავრო და ეს ამას როგორ შეძლებს ვინმე. უფალმა რა უთხრა, კაცისთვის შეუძლებელი, ღვთისათვის შეუძლებელია. უდიდესი მეუდაბნოე მამების ცხოვრებები ვიცით, ხო, იქ სისოი დიდის და სხვების, რომ მათ შეეშინდათ ანტონიდიც, პახომიდიც. მათმა მოწაფეებმა რო იხილეს, როგორი წვრილად მოქსოვილი ბადე აქო დედამიწას ეშმაკისგან შემოვლებულიო, ვერავინ ვერ გაძვრებავ. ამასო ვინ გაარღვევსო, ვინ მივა ღმერთამდე, ზეცამდე ღმერთისთვის შეაძლებელია. მაგრამ თავარი ღმერთისთვის რო შეაძლებელია, ჩვენც უნდა გამოვირჩიოთ ჩვენი თავი ღვთისათვის. ჩვენ წესიერად და გონივრულად უნდა მოვიქცეთ. ერთადერთი გზა ამისა არის მონანიება, ერთადერთი გზა ამისი არის ღვთის მადიდებლობა, წესიერი და პატიოსი. ამ გზაზე თუ ვართ, როგორ არის იცით, წარმოვიდგინოთ, რომ აი ეს არის აქ არის ეს ამ გზის ბოლო. პირობითად ბოლო არ აქვს, მაგრამ ეს არის ბოლო. ვიღაცა აი აქვე იდგება. ვიღაცა სულ ბოლოში იდგება, მაგრამ თუ აქეთ არის მომართული, ყველა ამ გზის მონაწილეა. მაგრამ თუ ზურგით დგას, აი ამ წერტილისკენ და აქედან მიდის და არა აქეთკენ მოდის. სურო ყველაზე ახლოს იყოს, აი აქვე რო იყოს და ხელი კონდეს მოკიდებული, იგი უკვე ამ გზის ნაწილი აღარ არის. იმიტომ რომ იგი აღარ მიდის ღვთისაკენ. ასევე რომელ მონაკვეთშიც არ უნდა ვიყოთ, ჩვენ თავარია ვიყოთ ამ გზის მგზავრები, ამ გზის გზაზე მოსიარულეები. და შეგვეციოს ღმერთი ყველას, რადგანაც ჩვენთვის მართლა შეუძლებელია ჩვენი ძალებით გადავრჩეთ. უფალმა თვითონ გითხრა, ჩემ გარეშე ვერაფერს ვერ იზამთ. ამიტომაც მეტი რა ვქნათ, ღმერთი გვეხმარება და დავიხმაროთ, კაცო. დავიხმაროთ და ჩვენ თავს დავეხმაროთ ამით. დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის. მომდევნო კვირაში ვიფასებო ცოტა შეიცვლება მსახურებების განრიგი, რადგან როგორც გითხარით, ოთხშაბათსა და პარასკევს წირვები არ ტარდება არეგების ამ კვირაში. ამიტომ ოთხშაბათის წირვა იქნება გადმოტანილი სამშაბათს. ორშაბათს ლოცვა ჩატარდება, სამშაბათს წირვა. ხუთშაბათს ჩვეულებრივ იქნება პარაკლისი, დანარჩენი განრიგიც პარასკევი, შაბათი, შაბათი კვირა, ჩვეულებისამებრ ჩვეულ დროს 4 საათზე და 9 საათზე ჩატარდება ლოცვები და წირვები. საკვებთან დაკავშირებითაც გითხარით რა როგორ არის, ღმერთმა გაგაძლიეროთ, ღმერთმა დაგიცვათ
არ მოგვიშალოს სურვილი ჩვენი ღმერთის დიდებისა, ჩვენი ქვეყნის მსახურებისა და კაცთმოყვარებისა. დალოცვილები, მშვიდობიანები, გახარებულები და ჯანმრთელები იყავით სულით და ხორცით. ჩვენთან არის ღმერთი. გაიხარეთ.